მოგესალმებით. 2024 წლის არჩევნების შემდეგ ოცნებამ არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო. მათ შორის ცვლილებების, შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, რაც წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას გამოხატვის ფუნდამენტური უფლებების განხორციელებაში. ხელისუფლების მიერ მიღებული დრაკონული კანონები არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯი, რომლის ერთადერთი მიზანი განსხვავებული აზრის დევნაა. ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად კანონებს ამკაცრებს სწორედ მაშინ, როცა მის მიმართ პროტესტი და განსხვავებული აზრი ყველაზე აქტიურია. ამით ისინი თავადვე ადასტურებენ, რომ დრაკონული ცვლილებების მიზეზი მათი პირადი ინტერესები და საკუთარი ძალაუფლების დაცვაა. დღეს ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო და განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო ციხეში უშვებენ. არსებული საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილი სასჯელი არაპროპორციულია და არსებითად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას, შეკრების თავისუფლების და თავისუფალი გამოხატვის აღსრულებას. დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობაა მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად შეკრების, გაერთიანების, მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით. ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს-კვოს სრული აღდგენა და დაწესებული ბარიერის აღმოფხვრა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ 2024 წლის სამართლებრივი მდგომარეობა იდეალურია, მაგრამ ამ სტატუს-კვოს დაბრუნებით აღდგება კონსტიტუციური ბალანსი, რაც ახლანდელი მდგომარეობით ცალსახად დარღვეულია. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფის გარეშე ასევე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დაცვა და საგარეო ამოცანების მიღწევა. კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვა ნებისმიერი არაპროპორციული ჩარევისაგან არის როგორც დემოკრატიის აუცილებელი საფუძველი, ასევე საზოგადოების თვითრეგულირების და ავტონომიურობის განუყოფელი ნაწილი. ამ უფლებააყრილი საზოგადოება უკვე ვეღარ ემსახურება მის წევრთა საუკეთესო ინტერესებს და ზოგადად გადარჩენის იმუნიტეტს კარგავს. მოუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს საზოგადოებაზე გაუმართლებელი თავდასხმა და მხარი დაუჭირონ ბოლო 2 წლის მანძილზე გამკაცრებული დრაკონული კანონების შესაცვლელად ჩვენს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას 2024 წლის სამართლებრივი სტატუს-კვოს აღდგენაზე.